მოგესალმებით, მეგობრებო. სამეფო კარიდან ახალ ამბებს გაგაცნობთ. მოემზადეთ დაჯიქით. ცოტა შუქს დავაყენებ ახლა მე. მოიცა. აქაც შავთავ შუქს. ცოტა თბილად შავიცვი, ჩემი მოქსოვილი, არა, დედაჩემის მოქსოვილი ახლა სუდამაც. დედაჩემის მოქსოვილი ცხვრის ბალნიდან გაკეთებული შალი. მეგონი უკეთესია. სულ ხარ გავთიშეთ, სულ? გავთიშეთ? ესეთი კარგია, არა უშავს. მაგრამ თვალები გამოვაჩინოთ, თვალები. ჩავდოთ. არ მომწონს. ესე უფრო კარგია, მეგობრებო. ახალი ამბები სამეფო კარისთან. როგორ არის? სომხები როგორ ამბობენ? წავათანე, თუ რა არის წავათანე? განი ჯუმა, ანჩანჩუნ უნდა ესეთი კარგი საუბარი აქვს ხოლმე იმისა სომხებს. რა ვიცი, სომხობაც კი მომაწერეს ასეთ ლამას ქართელ ბაგრატიონს. ჯუნა, თუ როგორ არის? ჯუმა. სომხები როგორ იტყვიან ხოლმე? არა ვარ დაჯილდოებული ამ სომხურში, რა ვქნა ახლა. არა უშავს, მაინც სომხური თუ არ ვიცი ახლა ისე არ გამოვა სამეფო კარის თამაშები რა. მოკლედ მეგობრებო, ახალი ამბებია სამეფო კარიდან. მე მოგესალმებით, მე გახლავართ თამარ მეფე და გაგაცნობთ ნარიმან მეფის ამბებს. ნარიმან მეფის კარზე ახალი ამბებია დატრიალებული. მათ მოელანდათ ახალი სექსისტური ამბავი. თამარ მეფემ დაწერა ახალი პოსტი ნიკოლოზ ნარიმანის კარზე რა ხდება. ხო და ნარიმანის კარის წარმომადგენლობამ სექსისტებმა გადაწყვიტეს, რომ ამ პოსტში არის ძალიან დიდი სექსისტური განცხადება. და ეს სექსისტური განცხადება, მეგობრებო, იმდენად აიტაცა ხალხმა ნარიმან მეფის წარმომადგენლობამ, რომ თამარ მეფე გაანაწყენა. მოდი, ცოტა აქეთ მოვწევ ახლა. აი ესე რომ კარგად შემოგხედოთ რა. და კარგად დაგაკვირდეთ, აი თვალებში რომ ჩამხედოთ, აი ხედავთ ჩემ თვალებს, ხო? თამარ მეფემ განაცხადა, რომ ნარიმანის კარზე დგანან ბევრი ბოზები. რამდენად მართალია თამარ მეფე ამაში გამოძიება საჭირო, მეგობრებო. ამის გამოძიებას დიდი აჟიოტაჟი და დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ამას სჭირდება მხოლოდ ერთადერთი პოსტის დაწერა. მაგალითად, თუ გამახსენდა ტექსტი ზუსტად სიტყვით გაგახსენეთ, მაგრამ მოდი ესე განვაცხადოთ რა, ჩემი სიტყვებით ვიტყვი ახლა ასე. სულ მაინტერესებდა ლუიზა რას აკეთებს ნარიმანის სახლში. ხო და ერთხელაც ნარიმანის კარზე რომ ვიდექი, დავაკვირდი, რომ ნარიმანის სახლში რომ შევიდა ლუიზა, ნარიმანის სახლში რომ ლუიზა შევიდა, მას ფეხზე წინდები ეცვა და რომ გამოვიდა, მას ფეხზე წინდები არ ეცვა. ყველანი ადამიანები ვართ. თამარ მეფე ამ ბოზური აზრებით წარსდგა ნარიმან მეფის ხალხის წინაშე. ნარიმან მეფის ხალხმა თამარ მეფეს თითი დაუქნია. შენ ესეთი ცუდი აზრები არ გააბედო ნარიმანზეო, თორემ ჩვენ გაჩვენებთ ყველაფერსო, მერეო.
თამარ მეფეს არც აცხელა და არც აცია. მან მაშინ ეს ლაივი ჩართო და ამ ხალხს თითი უკან დაუქნია. თქვენ ნარიმანის კარზე მდგარნო ბოზებო. რასაც გეუბნებათ ეგ კაცი ეგ გააკეთეთ, ვიდრე მე დამიქნევთ თიცო. ნარიმანის ხალხმა არც აცია და არც აცხელად, ნარიმან მეფის ხალხმა არც აცია და არც აცხელად, კვლავ დაიწყეს რაღაცა ყუდების გამოვა თამარ მეფის იმაზე პოსტზე. თამარ მეფეს მოუვიდა ეს ამბები, ზოგი კომენტარის სახით, ზოგი ისე, ზოგი ასე და თამარ მეფემ კვლავ მოსცხო ერთი ლაივი. ხო და თამარ მეფემ განუცხადა ამ ხალხს. ემანდ თქვენ ტრაკი დააყენეთო. თორემ თქვენ ნახავთ როგორ გამოვა ნარიმანი და დაიწყებს თქვენს გამათრახებას მალეო. რა ეკნა ნარიმანის ხალხს და ტრაკი დააყენა. თამარ მეფეც დაწყნარდა. ეს იყო სულ ახალი ამბები, მეგობრებო, სამეფო კარის თამაშებში. სიმწრის იცილი ვისა აქო? აი სიმწრის სიცილი მქონდა მაშინ, როდესაც გავაცხადე ნარიმანის კარზე, რომ წამოდით მეთქი დავდგეთ იქ ილია მეორის კართან თქო. თამარ მეფე მე, თამარ მეფე. მომიტანეთ ჩემი გვირგვინი. სადაა ჩემი გვირგვინი? არ არის აქ ჩემი გვირგვინი. ჩემს ნაზირ-ვეზირებს არჩენებ მეჭყობას ეხლა. ჩემი გვირგვინიც გააქრეს. გაი. ნარიმანის ხალხმა არაო ჩვენო ილიასი გვეშინიაო და ჯობია სახლებში დავრჩეთო იქ თბილათო და შენ მოაგვარე საქმეებიო, თამარ მეფე ხარო რა და მოაგვარე შენ საქმეებიო. თამარ მეფემაც ეხლა რა უნდა ეკნა, არცაცია, არცაცხელა, რაც გეგმა ქონდა ის განახორციელა და თამარ მეფესთან ერთად მივიდა მხოლოდ 4 კაცი, ჩამოვთვლი. მარინა, ჯოგლიძე, ალეკო და ელენე. აი ეს 4 კაცი იყო მხოლოდ თამარ მეფესთან ერთად გამოჩნდა ილია მეორის კარზე. სხვას ვიზავდით ეხლა და საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ თამარ მეფე და ეს 4 კაციანი მეფე ნარიმანის ამალა, რომელიც აქტიურები არიან, დაიშალონ და წავიდნენ სახლში. საბოლოო ჯამში 9-თავიანი დევმა ერთი თავიც ვერ დაკარგა, მაგრამ შეიძლება დაკარგა რაღაც ვთქვათ ესეთი ძალები, რომელიც ძალებიც მისდიოდათ ნარიმანის ხალხისგან. ამ ძალების დაკარგვაზე 9-თავიანი დევის მიღმა მყოფმა მზეთუნახავმა ილია მეორემ საბოლოო ჯამში ამ 4 კაციან ნარიმანი მეფის ამალას და თამარ მეფეს პასუხიც არ გასცა. ვიარეთ, ბევრი ვიკვლიეთ და საბოლოო ჯამში გამოირკვა, რომ მზეთუნახავი უძლურად იყო და არ შეეძლო მას საუბარი ჩვენთან. თუმცა მისი 9-თავიანი დევი, რომელიც გარეთ იდგა და მზეთუნახავს ყარაულობდა, იმის იმედებით, რომ მზეთუნახავი ცოტა დიდხანს იცოცხლებდა ვიდრე ეგონა, საბოლოო ჯამში მზეთუნახავმა სულის განტევება გადაწყვიტა. ეხლა ისეთ ზღაპარს გიყვებით, რომ თან იწერება, მეგობრებო და ცოტა ესე არის რა, ნელა ვლაპარაკობ, ნელა ტვინში შემოდის აზრები და მე თქვენ გაწვდით ამ აზრებს. როდესაც გადაწყდა, რომ მზეთუნახავი 1, 2, 3, 5 წლით ადრე გავიდოდა, თამარ მეფისა და ნიკოლოზ მეფის ნარიმან მეფის ამალამ გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი ხმამაღლა გაეცხადებინათ ნარიმან მეფის სექსისტ და ბოზ მრევლის წინაშე. სექსისტ და ბოზი მრევლის წინაშე.
ხო და ახლა გავაცხადებ მე ამ განცხადებას, კარგით? კარგით, ერთი წუთით გავშალო წერილი. ვინაიდან და რადგანაც მზეთ უნახავმა განიზრახა 5 წლით ადრე ამ ქვეყნის დატოვება, ჩვენ იძულებული ვართ, რომ დავნებდეთ. მზეთ უნახავი წერს საწყიდელი სარეცელზე და მზეთ უნახავის სიტყვა, რომელიც გადააბარა და გადაებარა ერთ-ერთ ჩვენს უცნობ ტიპს, მისი სიტყვების განმარტებით ასეთი იყო განცხადება. ჩემი მემკვიდრეობა გადაეცეს მეფე ნარიმანს და თამარს კი გადაეცეს თამარის აკლდამის გახსნის უფლება. მეგობრებო, ესეთი ახალი ამბები ჯერ არავისთვის არ წამიკითხავს, ეს არის თქვენთვის ახალი ამბები, რომელიც არის ბოლო სიტყვები მზეთ უნახავისა. ამ მზეთ უნახავის თქმით, თქმა იყო და არ დასცალდა, მაშინვე დაკარგა გონი და დღესაც სასყიდელი სარეცელზე დევს. უგონოთ, უსულდგმულოთ და უუნაროთ. ბრავო, ბრავო, ბრავო. ბრავო ილიას. ხო კარგი სპექტაკლი იყო მეგობრებო, ძალიან მომეწონა. მე მგონი ესეთი სპექტაკლები უნდა დავდგა, ხო? ცოტა უნიჭოდ გამომივიდა ეხლა ამ სპექტაკლის თამაში, მაგრამ არა ეხლა პირველი იყო ეს, პირველი როლია ჩემი კაცო, ეს ისე კი არ არის. ცოტა გაწვრთნა სჭირდებათ, არა მე მომიფიქრე ყველაფერი. სცენარის ავტორიც მე ვარ, დამდგმელი რეჟისორიც მე ვარ, შემსრულებელიც მე ვარ და გადამღებიც მე ვარ. set დიზაინერიც მე ვარ და კოსტუმ დიზაინერიც მე ვარ. ერთი მუსიკა გვაკლია. Sound დიზაინერი გვაკლია, მეგობრებო, რა ვქნათ ეხლა ყველაფერი მე ვერ ვიქნებ. მოგიწონათ ახალი ამბები სამეფო კარის თამაშებიდან? მოიცა და დაფნა უნდა დავწვა ეხლა აქ. ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს, რომ ტრისას. მომგვარეთ ასანთი. მომგვარეთ საფერფლე. ამასაც მე შევასრულებ. არავინ ყურძარი პატყუნებს და ჩემს გარდა არავინ ყურძარი პატყუნებს. ერთკაციანი დასი. თამარ მეფის დასი. დედა, ეს რა დღეში ვარ, მაგაცა, დღეში ვარ. მოვკიდოთ სანთელს. ასანთი? არც ეს ინდება? აჰა, ცეცხლი, დაინთე. აჰა, ცეცხლი. დაფნა რიტუალების დროა. აბა როგორი ენერგეტიკა ტრიალებს, ნახოთ. ოჰო, ნახეთ. ხედავთ რა ცეცხლი დავანთ ეხლა, ხო? ხო, კარგია, თამაში გამახსენდა ჩვენ რო სპექტაკლებზე რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, ხო? კაია. ასე რომ მეგობრებო, მზეთ უნახავის განცხადება იყო ასეთი. გადაეცეს
მეფე ნარიმანს გვირგვინი და თამარს გადაეცეს თამარ მეფის აკლდამის გახსნის უფლება. გაწყობთ ასეთი რამე? თუ არ გაწყობთ, გაწყობთ. აკი განგიცხადეთ, რომ თუ ვინმე ილია მეორის ანდერძს გაახალბებს, თავზე დაექცევა მთა და მიწა. ცა და მიწა თქო, ხო, მაშინ ესე ვთქვი. დამავიწყდა ცოტა. ისე ქე მაინტერესებს ილია მეორის ამბავი როგორ არის, მოდი ვკითხოთ კარტებს. ქართულო ანბანო გვითხარი. როგორ არის ილია მეორე? ხომ კარგად არის? არაფერი ისმის ილიადან. აჰა. მოდი, ამოვიღოთ. ტორტი საუკეთესოდ, მეგობრებო, საუკეთესოდ. სულელი აწერია ზედა, აგეთ სულელი. აი. სულელი. 321 ტარი. ტორტი, რას გვეუბნება ეხლა ეს რას გვეუბნება, მოიცა დავწვათ, დაფნა დავწვათ. ზეიმობს, დიახ, ტორტი ზეიმის ნიშანია. ერთი სანთლით, სულელია, მაგრამ სულელია, მთლიანად ელია, ანუ სულელია, ხდებით? ელი, ლამა საბაქთანი, ელი, სულელია, ხო, სულელი, ელო და აქამდე. ასევე ელიაც არის სულელია კი ელია. 300. აი ეს 300 ვერ ამოვხსენი. 300 ქართულ ანბანში არის ტარი. 21 ასო ბგერა მეგობრებო. 21 არის ასევე 3. 3 კი არის ანი, ბანი და განი. განძე დევს, განძე. განძია გასული. ტარში ზის კიდევ 8-იანი. აი, კარგად დააკვირდით, მეგობრებო, კარგად დააკვირდით. 8-იანი ზის ტარში. შო, გასულია უკვე, გასული. აგულები, იქ სამკუთხედები, სამკუთხედში წერტილები, იქ ლურჯი, ის ყვითელი, წითელი, მოკლედ ჩათვალეთ, რომ იბადება. დაბადება კიდე ნიშნავს გარდაცვალებას. ასე რომ გამოაცხეთ ტორტები, ტარტარები, გამოაცხეთ ტარტალეტკები. ახლა მე მაინტერესებს როგორ იქნება ნარიმან მეფის სექსისტური წარმომადგენლობის ბედი. დათვი, ამოყირავებული დათვი. კვერთხების 6-იანი. კვერთხების 6-იანი ამოტრიალებულ ვითარებაში. ძალიან რთულ საკითხს ხედავ მე აქ. მოიცა ჩემი ის მომიტანეთ. კრისტალი მომიტანეთ, კრისტალი იმაში უნდა დავინახო. მოდი შენ აქ. მოდი, შენ მარილის ქვაო, მოდი აქ. მოდი. კარგად გამოჩნდი, კარგად დაგინახოს ხალხმა. ჯუმად. რაო? კარგი, მადლობა, გასაგებია. მეგობრებო, ვერ არის კარგად საქმე.
კარგად ვერ არის საქმე. სამეფო კარის თამაშებიდან ერთი სერიოზული პირი მიყავთ და ერთი მოყავთ. ერთი მიყავთ, ერთი მოყავთ. ეს კანონზომიერებაა სამყაროში. ეხლა რა გავქნათ? მოიცა? ეხლა ვიღაცის ხო. ეხლა გავიგოთ ჩვენ რა ეშველება მზეთ უნახავის ბრმა მრევლს. მოდი კარგად ავჩეხოთ. კარგად ავჩეხოთ ესა. სად შევიძლია მე აჩეხვა კაცო მოიცა. თქვენი მჩხიბავი თამარ მეფე. იები და მთელი ამბები. ხმლების ცხრიანი და ბედის ბორბალი. მეტი რა უნდა ვთქვა. იებს დაგაყრიან მალე გულებზე. ხმლების ცხრიანით. ჰოეს გათქმევინებენ ინი და იანი. ბრავო. დღეს რა კარგ ხასიათზე ვარ? ესეც ნუ გამომაჩინეთ რა ძალიან. ხო, იყოს, კარგია. კარგად ჩანვარ, ხო? აბა მეგობრებო, კითხვებს ვისმენ თქვენს კითხვებს. აწიმე გითხარით ყველაფერი. გაგვიცხადთ და ზეციური სამყარო და მთელი ამბები და ახლა თქვენ კითხვებს ველოდები. გისმენთ, მეგობრებო, გაგცემთ პასუხს. მართალია ჩემი გვირგვინი დღეს აქ არ არის, მაგრამ მალე იქნება. დიახ, ამზადებენ რაღაცა ოდნავ შერემონტება სჭირდებოდა, ერთი ქვა ოდნავ მოწყდა და ისიც გიშერი იყო, ეთყობა თვალი აიღო და გააკეთებენ და მალე თავზე დამადებენ. ახლა თქვენ კიდე გელოდებით და გისმენთ ერის ხმა მეფესთან უნდა მივიდეს რამენაირად. აბა გისმენთ? ბევრი დრო არ მაქვს იცოდეთ, დროზე დაწერეთ კომენტარებით, თორემ შეიძლება გავიდე. არ გაქვთ კითხვები? როგორ მეფე ნარიმანისა და მეფე თამარის მიმართ არც ერთი კითხვა არ გაქვთ? თუ არ გაქვთ კითხვები, კაცო, გადავირია. მაშინ მე ვკითხავ ვიღაცა, ვინმეს. ვის კითხო? ხელები მეფხანება. ისე ანბანს ვკითხავ, აბა თქვენ ხوار დაგეკითხებით ჭკუას. ძაღლები აგერ გარეთ ყებენ და ჩემი მამალიც ჭკვიანად არის იქ. აბა თამარ მეფის ამბავი როგორ არის? კარგად არის. ჩეხოთ, თვალებს დავხუჭავ, ჩაიყარა ძირს ყველაფერი. თვალებს დავხუჭავ, რომ მე შარი არ მომდოთ, რომ რაღაცა ჩაწყობილი ქონდაო იქო. თვალები დახუჭული მაქვს და ორი ცალი ანბანი ამოვიდა. ისევ ია და ისევ ჰამაკი. რა დამტყვევა. თამარ მეფე ჰამაკზე ზის, ნახევარ ჰამაკზე და ქანაობს. ჰოეს მღერის. მიაქვთ მასთან იები და ბედის ბორბალი დატრიალდა მასთან. ხმლების ცხრიანები მას მიუვიდა და ასე რომ ყველაფერი რიგზეა, მეგობრებო. თამარ მეფე და საპატრიარქო რატომღაც კავშირში არიან ერთმანეთთან. კარგი. ისე თქვენი არ იყოს და მე მგონი ამ თამარ მეფემ მართლა რაღაცეები ჩააწყო, ხო იცით. ესე მომდის რაღაც გონებაში აზრები. თამარ მეფე, რას გვიპირებნე და
შენზე ამოგდის მზედა მთვარე, აღდექ ჩქარა ნეტა. რა კარგი სიმღერა იყო, ხო, მეგობრებო? ისე მართლა სხვათა შორის, მეგობრებო, ახალი ამბები არის თამარ მეფის კარიდან. მწვანე წიგნი. იოჰანეს გუტენბერგ უნივერსიტეტიდან თამარ მეფეს მოუვიდა მოწვევა. იწვევენ თამარ მეფეს მობრძანით და დაწერეთ სადიპლომო ნამუშევარი თამარ მეფის საფლავზეო. თამარ მეფემ კიდე გადაწყვიტა, რომ იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტს მისწეროს წერილი დიდი მადლობა და პატიჟებისათვის მე მზად ვარ მოვიდე თქვენს უნივერსიტეტში და საბოლოო ჯამში დავასრულო ეს დასწრებული საქმე თამარ მეფის აქტმა გაუხსნელი გავხსნა. ამასობაში პასუხები და კითხვებიც მოვიდა. დროა მოსული აკლდამის გახსნის ბრძანება გაცემული თუ არ გაიხსნება, დროით აკლდამა დახმარება არ იქნება ზეციდან. ბრავო, ეს ჩემი ჯოხია. სკიპტრა. მარი, საიდან იცი ეგ ყველაფერი შენ? ვინ გითხრა? შენ ნამდვილად დაქირავებული აგენტი ხარ შენ. აბა ეხლა მითხარი, რომელმა სააგენტომ დაგიქირავა, თორე ეს ინფორმაცია ესე ადვილად არ გაიცემა. თუ არ გახსნიან აკლდამას, საპატრიარქოში სიკვდილიანობა იქნება. მარი, მითხარი, რომელი სააგენტო და ხარ შენ მოწვეული თუ შემოგზავნილი აქ? მითხარი. თუ არ მეტყვი, გადაგცემ ნარიმან მეფის სექსისტებს. ვაჰ. როგორი სიმწრის სიცივი იყო, ხო მეგობრებო, მოდი ცხვირის მოვიწმინდავ რა, ძალიან მიყვარს ხოლმე ცხვირის მოწმენა. მე ძალიან მიხდება ცხვირის მოწმენა. ყველამ კი უნდა გააკეთოს ეს, მეგობრებო. მე რაზეც ვაკეთებ. ყველა მას შეიძლება რომ გააკეთოს. საბოლოო ჯამში მე მეფე ვარ და თქვენ კიდე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები ხართ. ეხლა ცხვირის მოწმენდა როგორ შეიძლება თქვენთვის? მითხრეს. მარი, თუ არ გაგვანდობ იმის სახელს, ვინც გითხრა, მაშინ ქართულ ანბანს დავეკითხები. გვითხარი, ვინ გადმოგცა ეს ინფორმაცია? დროულად და სასწრაფოდ გითხარი, თორემ ანბანი მზად არის პასუხისთვის. კარგი, არ მოდი პასუხი. ეხლა მომაწერენ თამარ მეფემ მოწეულშიაო. ისეთ თქვენ რა გითხარით? ჩემი წყაროებიდან ვერ გავამხელ დაფარული. ჩაგეთვალა, მარი შენ თუ ვერ გაამხელ, მაშინ ჩვენ გავამხელთ. 1, 2, 3. აბა სპილოს ტრაკი. სპილოს უკან არის მოსული ინფორმაცია.
სამსჯავროდან მარი არ არის სასაცილო მართლა გეუბნები სამსჯავროდან მოგდის შენ ინფორმაციები სამსჯავროდან სანთელიც შაქრა დამოწმებაა მეგობრებო მეტი რაღა უნდა დაგიმოწმოთ სამსჯავროდან მოსული ინფორმაციებია თუ არ გახსნიათ ამარმების აკლდამას ეხლა არ ხუბრობ ეხლა მართლა გეუბნებით თუ არ გახსნიან თამარ მეფის აკლდამას ილია მეორის სასყიდელი სარეცელზე დების დროს ილია მეორის კი არა და სრულიად ილია მეორის 9-თავიანი დევის წარმომადგენლობას გაწყვეტენ ხო ესია მარი ხო ესე გითხეს შენც აბა დაამოწმე ერთი და შეარჭობენ ერთი ცხოველის უკანასში სპილოსი თუ ერთთავიანი მარტორქის ის ხო აქვს იქ ფიტული იქ ჩამოკიდებული და მართლა ეხლა მეც გიჟ პეპელად მომნათლავენ პირდაპირ გიჟი არ არის ეს პეპელა მარი ეს პეპელა მოიცა მოვიტანო პეპელა თანაც ხელოვნური პეპელა ეს პეპელა მეგობრებო იცი საიდან შევიძინე თქვენ არ იცით ალბათ ნარიმან მეფემ რომ 20 ლარიანი გადმომცა მიწისქვეშა გადასასვლელში ორი პატარა ბიჭი პეპელას ყიდიდა მეც ვიფიქრე მიწისქვეშ ვარ იქნება ამ ბიჭებს როგორ უჭერთ და იქნება მისათვის მომცა ზუსტად 20 ლარიანი ნარიმან მეფემ ამიტომ მე მათ ქველმოქმედებაში დავეხმარები და ამ პეპელას შევიძენ დიახ ეს პეპელა მაშინ მოფრინდათ ჩემთან მე ეს პეპელა ჩემს ოთახში დავდე და მასთან ქვა დაუდე ეს ქვა მეგობრებო სადღაც ვიპოვე ეს ძალიან საინტერესო ქვა არის რო იცოდეთ ქვა არ არის ეს კრისტალია კრისტალი პატიოსანი ქვა არის ისეთი ბოზიკი არ არის ნარიმანის ზოგიერთი მკვლელი რომ არის ასე რომ ჩემო კითხვა შემოვიდა მარი აბესაძესგან რა პროცედურები აქ გასავლელი რომ გაიხსნას ალბათ თამარ მეფის აკლდამაზე მეკითხებით ხო პეპელა არა მე გამხდიან გიჟსო მარი შენ იმ გიჟი ღმერთის შესახებ თუ იცი საბოლოო ჯამში რომ მოდის და რო ეშინია ყველას და ყველას ღმერთების ღმერთი რო ხდება ის გიჟი ღმერთი ეგრე რო ქვია გიჟი ღმერთი ქვია და თუ ის გიჟი ღმერთი გამოჩნდა თავკუდ მოგლეჯილები გარბიან მთელი ღმერთები ამ დედამიწიდან მაშასე ნუ შეგეშინდება რომ გიჟს გიწოდებდნენ გიჟია ის ვინც თავისუფალია რა პროცედურები არის გასავლელი მეგობრებო პირველ რიგში არის გასავლელი ის პროცედურა რომ ნარიმანის კარზე ბოზები და სექსისტები მოშორდნენ იქაურობას შემდეგ ნარიმანთან უკითხავთ თამარ მეფე როგორი მეფე იყო და ესეთი მეფე იყო ნარიმან მეფეს უთქვავს და ნარიმან მეფე რომ თამარ მეფის გამოჩენას ელოდება და ილიამ რომ თამარ მეფის გამოჩენას ელოდება აგერ გამოჩნდა ორივეს კარზე თამარ მეფე მაგრამ ვერ შეიცნეს ის ნარიმანმა კი შეიცნო მაგრამ მისმა მრევლმა ვერ შეიცნო ვერც ილია მეორის მრევლმა შეიცნო ილია მეორემ კი შეიცნო მაგრამ ვინ შეუშვებდა მასთან ის ხომ დატყვევებულია მზეთ უნახავით ღვილად კი არ დავარქვი გასავლელია პროცედურები პირველ რიგში აღიარონ ილია მეორის ანდერძი მეორე რიგში აღიარონ ის რომ თამარ მეფის აკლდამა იცოდნენ სად არის
და დღესაც იციან სად არის, თუმცა ვერ იპოვეს ჩასასვლელი. აღიარონ ის, რომ თამარ მეფემ იცის ჩასასვლელი სადაც არის და აღიარონ ის, რომ ამ აკლდამაში თამარ მეფეა. შემდეგ მეგობრებო, თამარი მივა კლდესთან ეტყვის სეზამ გაიხსენი, სეზამი გაიხსნება და შემდეგ გამობრძანდება თამარ მეფე დიდებულებით, თავის გვირგვინით და თავის ფუტკრებით. მარი აბესაძე წერს, დიახ, ნეტა მალე მოვიდეს. ვინ უნდა მოვიდეს, არავინ არ უნდა მოვიდეს, თქვენ უნდა მიხვიდეთ მზეთ უნახავის კართან. მზეთ უნახავმა უნდა ნახოს, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ელოდება მზეთ უნახავის გამოჩენას. მზეთ უნახავი უკვე გახყავთ. ვეღარ გამოჩნდება ის სამწუხაროდ, ვერა, ის უკვე დევს. უგონოდ დევს, გონ, ნო, გონ, ნო, ნო გონ, ნო გონ. მოდი ესე ვკითხავ, რახან ხალხი აქ მისმენთ, 25 კაცი ხართ. რა უნდა ქნას ამ 28 კაცმა, რომ თამარ მეფის აკლდამა გაიხსნას? პეპელას დავდებ, თაგვი ამოვიდა. განდეგილი. განდეგილი. საინტერესო, სად მივდივართ. განდეგილი. განდეგილი. თაგვთან, თანთან მივდივარ, თანთან. უნდა მივიდეს თანთან. გააღვოს 9 კლიტული. განდეგილთან მივიდეს. განდეგილი ალბათ იცით ვინც არის, ხო? ამ შემთხვევაში იგულისხმება მეფე ნარიმანი. Wie seine Fähigkeiten uns helfen können, unsere Ziele zu erreichen. ესე იგი, პირდაპირ მნიშვნელობით მართლა საინტერესოდ გაგვცა კითხვა, ან კითხვაზე ზუსტი პასუხი, როგორ უნდა განახორციელოთ ჩვენი მიზნებიო და სამი პუნქტი არის ჩამოთვლილი. 0 Freiheit, თავისუფლება, 0 Leichtigkeit, ანუ სუბუქად ყოფნა და 0 Klarheit. და ნათელი გონება. არც ერთი არ აგვაქვს დღეს, არც ერთი არ აგვაქვს. ესე იგი, თავისუფლება ცოტა მოეშვით, ესე თავისუფლად ყოფნა და ნათელი გონება ჩართეთ. Großmut. იქ წავშალე და ვერ ხედა კარგად. Großmut, Schnelligkeit und Flexibilität. აჰა, წავიკითხე. ესე იგი, დიდსულოვნება გჭირდებათ, გამბედაობა გჭირდებათ, სიჩქარე, speed, ცოტა სიჩქარე გჭირდებათ და flexibilität და მოქნილობა. ანუ მოქნილობა როგორ იცი? აი სპონტანურობა გჭირდებათ. ნუ ყველაფერი გითხრა უკვე. ვიგულისხმე მალე მოვიდეს ღმერთი და დაიფანტოს ბოროტება. კი ბატონო, ამინ. საკითხავია თამარ ვინ არის გარდა ნარიმანისა სხვა განდეგილი. განდეგილი კიდე გრეში რომ. ღრეში რომაა განდეგილი. მე არ ვიცნობ არც ერთ განდეგილს დღეს. ის ვისაც ვიცნობდი, ის უკვე გარდაიცვალა.
თვალები გაგინათ და ახლა თამარ. იმიტომ რომ სინათლე, სინათლე მოალაით. ეს აუცილებელი იქით ოთახში არ გამაქვს ხოლმე სინათლე, იმიტომ რომ იქით ოთახში მეგობრებო რომ გავიტანო, გამოვიტანო, დამინგრევენ ბავშვები, გაფუჭდება ყველაფერი და მე აქ არც აქ იქნება სინათლე და არც იქ იქნება. ამიტომ მეგობრებო, ვიღაცამ ჩემს ჩაშავებულ თვალებზე ელაპარაკა, მოდი კარგად ჩამღედე თვალებში, მოდი. ჩემს თვალებში ნარიმან მეფემ რომ ჩაიხედა, ღიმილი ვერ შეიკავა, იმდენად წმინდა და სპეტაკი თვალები მაქვს. გახსოვს ის დღე? იქიდექი შენც. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ ერთი ამბავი. რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ნარიმანმა დაიწყოს ლაპარაკი? ჰე მერვე, ძალა. ჰე მერვის ძალა. აბა ჰე მერვის წარმომადგენლებო, აღსდეკ ხეო, ხო გითხარით, ბაგრატოვანთა ხე აღსდგება მეთქი. ხოდა ამათი ძალა უნდა შეიკრიბოს ერთ მუშტად და შემდეგ რა უნდა მოხდეს შემდეგ? მოდი ვკითხოთ. უნდა აღმოცენდეს თუ უნდა გაყვავდეს მხოლოდ? ჯამბაზი. ჰოე. ხმლების რაინდი. ჰოე, ჯამბაზ. ჯამბაზობას დავიწყე, რა გინდა უკვე აღმდგარია ერთ-ერთი მათგანი, ამ ხის ერთი შტო აღმდგარია და მე აქვზივარ და ჯამბაზი ტყუილად არ ვარ, ამიტომ მომხდარია უკვე. ახლა თქვენი დროა, ახლა ხე უნდა გააყვავდეს. რომელი ხე უნდა გაყვავდეს? მოდი ვკითხოთ. ბოზების ხე თუ ტკბილი ნაყოფის ხე? ერთი, ორი, სამი. აბა, ამოვიყოთ. ქუდი. კვერთხების რვიანი. კიდე რვიანთან მიგვიყვანა, ესე იგი კვერთხების რვიანი ჰე მერვეო, ხო? ჰე მერვე, აგერ რვიანი. კვერთხების რვიანი მეგობრებო, ქუდით არის პრინცესებისა და პრინცების ხე უნდა აყვავდეს. მასე გელოდებით თამარ მეფე. დამიკავშირდით 591-02-49-82. თქვენი თამარ მეფე. არ არსებობს ხუმრობა, რომ მასში რამე სახის სიმართლე არ ერიოს. მოდი აბა ჩემზე ვკითხოთ, საინტერესოა. ქართულო ანბანო, გითხარი რამე, ვინ არის ეს თამარი ნასარიძე? თამარ მეფესთან რა კავშირი აქვს? აი ნახეთ, ესე ერთი, მკაცრავად. 1, 2, 3. ცუგავ. აი რა კავშირი აქვს თამარ მეფეს ცუგასთან. კვერთხების ტუზი. ძილმან. თამარინას არიძეს თამარ მეფესთან კავშირი აქვს მეგობრული. ცუგა ძალიან მეგობრულია. ცუგას ყელზე წითელი ყელსაბამი აბია. დაინახეთ.
წითელი ყელსაბამიას იმას ნიშნავს, რომ პირველი ჩაკრა, საკრალური ჩაკრა ყელზე აქვს დაბლოკილი. მაშასა და მე განსაკურნია პირველი ჩაკრა, რომ განიკურნოს ასევე მეხუთე ჩაკრა, რომელიც ჩაკრის მიხედვითაც თამარ მეფე დაიწყებს ლაპარაკს. ახლა მას ძილშიაო, ძილს ძინავსო გვეუბნებიან. კვერთხების ტუზი 3000, 30, ასევე 3-ც არის, მაშასა და მე ის ძილგანშია, განძილშია, განძში. ახლა მიხვდით, რა კავშირი აქვს თამარ ივნასარიძეს თამარ მეფესთან. მიხვდით თუ ვერ მიხვდით, კვერთხების ტუზებო? Bravo. Dankeschön. ახლა მოდი ვნახოთ რა კავშირი აქვს თამარ მეფეს მეფე ნარიმანთან. ახლა მოდი ვნახოთ რა კავშირი აქვს თამარ მეფეს მეფე ნარიმანთან. ლიმონი, კვერთხების 4-იანი. ლი, მეგობრებო, ლი, ასობგერა ლი. მე-40 ასობგერა ლი. კიდევ ახსნა რამე? ტრიალებს, მეგობრებო, ტრიალებს. თამარ მეფე, ნარიმანი და თამარ ინასარიძე. ტრიალებს, მეგობრებო, ტრიალებს. ბედის ბორბალი ტრიალებს. თანაც ისეთი მჟავია, ისეთი სურნელოვანი, ზოგს პირს აუმჟავებს და ზოგს კიდე მადას აღუძრავს. სხვა მადას. აი დღეს რო იყო საუბარი სექსისტურ საკითხებზე. კვერთხების 4-იანი. 4-იანი, მეგობრებო, ასევე არის დონი. დონეები არიან ორივე რა. ერთი დონია, ორივე ლია, ლი და ლია, ილია. ასე რომ ჩემო კარგო ილია, კვერცხი გამოილია. მოდი ახლა ვნახოთ რა კავშირი აქვს თამარ მეფეს ილია მეორესთან. როგორ მაინტერესებს, ისეთ კითხვებს გვაწვდის ქართული ანბანი, თქვენ რო წარმოიდგენთ. აბა, ჭია მაია. ხმლების 5-იანი 32 ჭარ. ანი, ბანი, განი, დონი, მეხუთი არის ენი. 5000 ასევე მეხუთია, მეგობრებო, ჭარენი. ასევე 32 განი და ბანი. მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით თამარ მეფეს ილია მეორესთან აქვს ენით განბანის საკითხები. მაგალითად, თუ ილია არის ჩასვლილი, თამარ მეფე მას განბანს ენით. დიახ. ენიანია თამარი და თანაც ხმლების ენიანი და თანაც ჭია მაია. ჭია მაია არის წითელი და შავი. თამარ მეფის დროშის ფერებია, მეგობრებო. ხო და ჭია მაია. ჭიაც არის და მაიაც. საინტერესოა. რას გვეუბნება ეს ჩვენ? ჭარი არის სინათლეც და ჭაობიც. სიბნელეც. ჭაც და სინათლეც, ჭაღიც და ჭარიც. მაშასა და მე ილია მეორე ან მოვაგონს, ან ვერ მოვაგონს. გაორება სჭირს. კარგით, მაშინ ახლა ჩვენ ვნახოთ რა კავშირი აქვს თამარ მეფის აკლდამის გახსნას ილია მეორის გარდაცვალებასთან.
აბა ვნახოთ. ორცხობილა. ორცხობილა. თასების ოთხიანი. ორი ცხონება არის ან ერთი და ან მეორე. თუ კი თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება, მე ესე დავინახე. ცხონდება და თუ კი არ გაიხსნება, ვერ ცხონდება. აცხონეთ ეგსაწყალი, გაუხსენით თამარის აკლდამა რამდენი ხანია ელოდება ეკაცი 90 რამდენი წლის არის. ელოდება თამარის გამოჩენას, ელოდება თამარ მეფის აკლდამის გახსნას, ვერ უნდა აღიხსოთ მაგის დედავატირე, ცოდუა ეკაცი. ვითომ ძალიან უყვარდით ხო და ელოდება და არ კვდება, სანამ არ გაიხსნება ის თამარის აკლდამა, როგორ უნდა და 4-ჯერ ავიდა ის კაცი მაღლა კაცო და არ გახსნეს, ვერ გაუხსნეს, ვერ იპოვეს ჩასასვლელი. აგერ მოვიდა თამარი და მე გავხსნიო გითხრათ, მაგრამ არც გინდათ რომ ყური გაინძრიოთ და თავი გაანძრიოთ, ტრაკები გაანძრიოთ. არ გიყვართ თქვენი ილია მეორე. ხო და ახლა ეგ მანდარდეთ თუ არ გიყვართ რა. ვისაც უყვარდა ის გამოჩნდა და კიდევაც საჩუქრები მიუტანა, არ მიატანინეს. ეხლა თამარ მეფის აკლდამას გავხსნიო, არც ისო, ჩაძაღლდეს ეგრეო. ცხრათავიანმა დევმა. რისთვის, რომ ესე სტანჯოთ? ვაი, თქვენს პატარას. კარგი. ილია მეორის ბრმა მრევლს რა იშველება? ხე მერვე უშველის. გამოჩნდეს ხე. აყავდეს ჯერ ხე. ძალა უშველის, ძალა. აი ამ ხის ძალა უშველის. დღეს მეორეთ ამოვიდა ეხლა ეს. შევამე დავასრულე ქართულ ანბანთან დღეს კითხვების დასმა დაიღალა ქართული ანბანი. ეხლა თქვენ კითხვებს უპასუხებ. არ გაქვთ კითხვები? არ გაქვთ და ნუ გაქვთ. ეხლა ეგ მანდარდეთ კიდე. უი მეგობრებო, სამი ცალი ქართული ანბანის ნაწილი იყო დამალულში. მოდი აბა ვნახოთ რა იყო დამალულში. ერთი სულელი, მეორე ხმლების დედოფალი და მესამე ხმლების ორიანი. რკო ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია რკო. მუხასთან დგავართ და მიუტანეთ რკო ღორს, მაგრამ ღორმა ვეღარ ჭამა, იმიტომ რომ არ გაუხსნა ცხრათავიანმა დევმა რკოს, არ მიაწოდა ღორს. და შოკოლადი, ტორტი. არც ერთი არ მიაწოდა, არც ერთი. არ უნდა რა. იდაბე შიმშილში ამყოფებს მაკაც. ცხრათავიანი დევი. მორჩა და გათავდა. ამიტომ იყვნენ სამი ცალი დაფარულში დაბლა ჩამოვარდა რომ ავიდე. ეხლა მოდი გადავიდეთ ცოტა ოდნავ ისეთ საუბარზე, რომელი ენითაც ოდნავ მეც გაიგებთ, ისიც თუ გაიგეთ. ნარიმან მეფე ელოდება თამარ მეფის გამოჩენას, იმიტომ რომ თამარ მეფემ დაიწყო საპატრიარქოს გაწმენდა. თამარ მეფემ დაიწყო უკვე საპატრიარქოს გაწმენდა. ნარიმან მეფე იმიტომ ლაპარაკობს ხოლმე, როდესაც თამარ მეფე გამოჩნდება ნარიმან მეფეს კარზე, რომ თამარ მეფე იმსახურებს მისი ხმის გაგონებას. დანარჩენი სხვები ვერ იმსახურებენ მისი ხმის გაგონებას. ეხლა რაც შეეხება ილია მეორის განცხადებას. ილია მეორემ არ ვიცი ვის საყურადღებოთ, მაგრამ ვის გასაგებად განაცხადა, მაგრამ განაცხადა, აი 100%-ით განაცხადა, რომ მისი ანდერძი, რომელიც დაუტოვა იმ ხალხს, ვისაც დაუტოვა,
უნდა გაცხადდეს აუცილებლად. თუ მის ანდერძს გააყალბებენ, მათი საქმე კარგად ვერ წავა, მეგობრებო, მათი საქმე ძალიან ცუდად წავა. ილია მეორის ანდერძი არის ნარიმანის აღიარება, იგივე ნიკოლოზ მაქარაშვილის აღიარება და ასევე თამარ მეფის აკლდამის გახსნასთან დაკავშირებით თამარ ინასარიძეზე უფლების გადაცემა. აი ამ ორ საკითხს თუ ვერ განახორციელებენ მისი დარჩენილი პირმშოები, ილია მეორის სულს ვერ აცხონებენ. არა მხოლოდ ილია მეორის სულს ვერ აცხონებენ, არამედ მის მთელს მრევლი რო ეწოდება, ეგრეთ წოდებული მის მთელს მიმდევრებს ვერ შეიყვანენ სასუფეველში. აი ასეთია განცხადება ზეციდან, მეგობრებო. დანარჩენი ახლა გინდა კუდები მიავით, გინდა მოაძრეთ, გინდა მიაწეპეთ, გინდა მერე ისე აახიეთ, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მე მთქვა, სიტყვა ითქვა, სიტყვა ძალაშია, ამინ ამენით იესო ქრისტე, წერტილი დაესვა და ახლა დაგემშვიდობებით მომავალ წარმოდგენამდე. მომავალი სპექტაკლი შეეხება თამარ მეფის აკლდამის გახსნას. გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს და ნუ შეგწყვეტათ ჩემი სალოსობის.